გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუავა. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კარდიოლოგი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი ქალბატონი ნინო ჯანაშია. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობას გიხდის მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ზამთრის სეზონი და გულსისართო დაავადებები და მოდით ქალბატონო ნინო დავიწყოთ საუბარი ზოგადად იმით, თუ რატომ მატულობს კარდიოლოგიური პაციენტების მიმართვენობა აი ზამთრის თვეებში განსაკუთრებით და აი ამ დროს რა ცვლილებები ხდება ძირითადად ჩვენს ორგანიზმში. მართლაც რა ძალიან აქტუალური თემა, ვინაიდან ყოველთვის ზამთრის პერიოდში მეტია ხოლმე პაციენტების მომართვიანობა და ამას რამოდენიმე მკაფიო ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის ტემპერატურის, გარემო ტემპერატურის ვარდნა და ჩვენი ორგანიზმისთვის სიცივე არის გარკვეული სტრესორი. ასეთ დროს ორგანიზმი ცდილობს, რომ სითბო შეინარჩუნოს და შესაბამისად ხდება სისხლძარღვების უფრო მეტად შევიწროება, ანუ ვაზოკონსტრიქცია. რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას, ზოგჯერ არტერიული წნევებისაც უკვე აქვს დიაგნოსტირებული, ეს უფრო მეტი ზეწოლა არის გულისთვის, ხდება ასევე გულისცემის სიხშირის მომატება, რაც იწვევს გარკვეული დაავადებების გამწვავებას. პაციენტებს, რომლებიც არიან ქრონიკული გულის უკმარისობით დაავადებულები, ასევე ვისაც ჰქონდათ აქამდე დიაგნოსტირებული არითმია, მათ უფრო მეტად უმწვავდებათ ხოლმე ამ პერიოდში. გარდა ამისა, ამ მომართვიანების ერთ-ერთი მიზეზი არის ის პერიოდი, რომელიც არის სადღესასწაულო პერიოდი, დეკემბერი-იანვარში, როდესაც პაციენტების უმეტესობა იღებენ უფრო მეტად მარილიან საკვებს, ასევე ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს, ამ პერიოდში ხდება ასევე ძილის დარღვევა, ზოგჯერ მედიკამენტების გამოტოვებაც, რაც ზრდის ასევე გულის უკმარისობის, არტერიული გამწვავებას, არტერიული წნევის მატებას და სხვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ზედასასუნთქი გზების ინფექციები, რომელიც ხშირად ამწვავებს გულის უკმარისობას. ასეთ დროს პაციენტებს, რომელსაც აქვს ცხელება, აქვს ხოლმე გაუწყლოება, დეჰიდრატაცია, რაც იწვევს ელექტროლიტულ დისბალანსს და შესაბამისად სხვადასხვა ტიპის არითმიების ჩართვას. ზოგჯერ კი პირიქით. გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები ხშირად იღებენ დიდი რაოდენობის სითხეს ზუსტად ამ ვირუსების ფონზე და იწვევს ეს გულის უკმარისობის გამწვავებას. ასე რომ არის რამოდენიმე მექანიზმი, რაც არის ზუსტად მიზეზი იმის, რომ მოხდეს მომართვიანება. ასევე არაკონტროლირებული არტერიული ჰიპერტენზია ხშირად ხდება ინსულტის განვითარების მიზეზი. განსაკუთრებით რომელ გულსახმთა დაავადებებს გამოყოფდით და აი რატომ? ამ პერიოდში. დიახ, სწორედ ეს მექანიზმები, რაც ჩამოთვალეთ, ეს უწევს საფუძვლად იმ დაავადებების გამწვავებას, რომლებიც ხშირად დაკავშირებული არის სისხლძარღვების შევიწროებასთან. პაციენტებს, რომელსაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ კორონარული არტერების დაავადება, ანუ გულის მკვებავ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაკების არსებობა, როდესაც ხდება მკვეთრად დაბალ ტემპერატურაში უეცრად გასვლა, ამას შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვების სპაზმი, შევიწროება და სწორედ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი სტენოკარდიის, მიოკარდიულ ინფარქტის განვითარების. ასევე პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ უკვე არტერიული ჰიპერტენზია დიაგნოსტირებული, ჩვენ ყოველთვის გვიწევს ხოლმე ასეთ პაციენტებთან მედიკამენტური მკურნალობის კორეგირება. ვინაიდან ზამთრის პერიოდში არტერიული წნევის ციფრები დაახლოებით 5-10-ით იმატებს ხოლმე, ზოგჯერ ეს პაციენტისთვის ძალიან შემაწუხებელია და ვერ ხდება სრულყოფილად კონტროლი ექიმის გარეშე. ამიტომაც აუცილებელი არის, რომ მომართონ ექიმს და მოხდეს მისი რჩევით მედიკამენტების კორექცია. ვინაიდან როგორც აღნიშნეთ, არაკონტროლირებული უეცრად მომატებული წნევა, ჰიპერტონული კრიზი ხშირად ხდება პაციენტებში ინსულტის განვითარების მიზეზი. ასევე როგორც აღნიშნეთ, ეს არის გულის უკმარისობის გამწვავების ეპიზოდები, სხვადასხვა ტიპის არითმიები და მინდა აღნიშნო ასევე თრომბოზების მომატებული რაოდენობაც და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის გაუწყლობა და ადინამიური ცხოვრების წესი, რასაც ადამიანები უფრო მეტად ზამთარში ეწევით, უფრო მეტად ვართ სახლში, ნაკლები ფიზიკური აქტიურობა არის და განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში უფრო მეტად იზრდება ხოლმე თრომბოზების რისკი. და არის თუ არა მაგალითად რაიმე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილე ემართებთ იმ ზამთრის პერიოდში?
კი, გამოვყოფდი 55 წლის ზემოთ პაციენტებს, ცოტა ასაკოვან პაციენტებს 70 წლის ზემოთაც, რომელთაც უკვე აქვთ დიაგნოსტირებული გულსის ზარხვა დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ჭარბწონიანი პაციენტები, ვისაც უკვე გამოვლენილი ჰქონდა, გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, კორონარული შუნტირება, ანუ ასეთი პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან უკვე მედიკამენტების და ექიმის მეთვალყურობის ქვეშ, ამათმა უფრო მეტად უნდა აკონტროლონ თავიანთი სიმპტომები, ასევე არტერიული წნევა და ანალიზები, რომ მოხდეს დროულად მათი კორექცია და არ უნდა უგულებელყონ ის ჩივილები, რაც შეიძლება იყოს უფრო მწვავედ გამოხატული ზამთრის პერიოდში, ვიდრე სხვა სეზონზე. დიახ. და აი კონკრეტული მაგალითად, რა სიმპტომებით უნდა მიხვდნენ ადამიანები, რომ უნდა მიმართონ ექიმს? სიმპტომები სხვადასხვაგვარი არის, ყველაზე მეტად მინდა აღვნიშნო ტკივილი გულმკერდში, თუმცა შეიძლება ეს არ იყოს ტკივილი მხოლოდ, იყოს გარკვეული ზეწოლა და დისკომფორტი გულის არეში, რასაც შეიძლება თან ახლდეს. ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, უფრო ადვილად დაღლა, ვიდრე აქამდე იყო ნაკლები ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა, ქოშინი შეიძლება იყოს და ჰაერის უკმარისობა უფრო მეტად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას ან ფიზიკური დატვირთვის დროს, ასევე გულის ფრიალი, უეცარი გულის აჩქარება, არარეგულარული გულის სცემა, ქვემოკიდურების, ტერფების შეშუპება, ზოგჯერ სახის შეშუპებაც და ესეთ სიმპტომები განსაკუთრებით უეცარი ტკივილი გულმკერდში ან უეცარი ქოშინი არის აბსოლუტური ჩვენება იმის, რომ მოხდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადაში დარეკვა და მიმართვიანობა უკვე ექიმთან. ასევე მინდა აღვნიშნო უეცარი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევით. შეიძლება იყოს რომელიმე ზედაპირდურში ან რომელიმე მხარის მოძრაობის შეზღუდვა და აბუჟების შეგრძნება. ეს სიმპტომები, რაც ჩამოვთვალეთ, არის ტრიგერი იმის, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, ვინაიდან ხშირად ხდება ხოლმე დაგვიანებულად მომართვიანობა, განსაკუთრებით ამ სადღესასწაულო პერიოდში და ეს დაგვიანებულად აღმოჩენილი დახმარება ყოველთვის ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე დროულად გაწეული მედიკამენტური მკურნალობა და შესაბამისი ინტერვენციული ჩარევაც. დიახ, აი ქალბატონო ნინო თქვენ ახსენეთ სადღესასწაულო პერიოდები და ახალი წლის პერიოდსაც რომ შევეხოთ, რადგან მოდის ახალი წელი. ანუ ახალი წლის პერიოდში აღწევს თუ არა პიკს ეს გულსის ზარხვა დაავადებები და აი რა არის კონკრეტულად ამის მიზეზი? რამდენადაც სასიამოვნო პერიოდი არის ეს ჩვენთვის და ყველა ჩვენ პაციენტებისათვის იმდენად სტატისტიკურადაც ძალიან იმატებს ხოლმე მომართვიანობა. ამერიკაში და ევროპაში სტატისტიკურად დაუცი 30% იმატებს მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები და ეს დამოკიდებული არის რამოდენიმე ფაქტორზე. პირველი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის კვების რეჟიმის დარღვევა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი პაციენტებისათვის სწორი კვება. სწორ კვებაში იგულისხმება ნაკლებ მარილიანი, ნაკლებ ცხიმიანი, ასევე მათ აქვთ ვისაც აქვს გულის უკმარისობა, შეზღუდვა სითხის მიღების. ასეთ დროს პაციენტები თავს აძლევენ უფლებას, რომ ზედმეტად და ჭარბად მიიღონ ეს ამ ტიპის საკვები, ასევე ალკოჰოლი არის უმნიშვნელოვანესი და არა მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელსაც უკვე აქვს დიაგნოსტირებული, ძალიან ხშირად ხდება ეგრეთ წოდებული holiday heart syndrome, ესე გამოვიყენებდი, ეს არის სრულად ჯანმრთელ ადამიანებშიც დიდი რაოდენობით ჭარბად მიღებული ალკოჰოლის ფონზე ხდება ხოლმე დეჰიდრატაცია, ელექტროლიტული დისბალანსი, ანუ კალიუმის, მაგნიუმის, მიკროელემენტების დაკარგვა, რაც შეიძლება გახდეს სრულად ჯანმრთელ ადამიანში სხვადასხვა ტიპის არითმიის, უპირატესად კი წინაგულთა ფიბრილაციის ჩართვის მექანიზმი, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და იქ მართვას. ამიტომ ესეც ასახად ვერ შევხედავდი ამ კვებას და ალკოჰოლს, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ასევე ეს დაბალი ტემპერატურა, ძილის დარღვევა, ერთგვარი გარკვეული სტრესი არის ეს პერიოდი ადამიანისათვის. ამ დროს უფრო მეტად არიან ფიზიკურად აქტიურები. სხვადასხვა საოჯახო საქმით თუნდაც და პაციენტებს, რომელსაც უკვე აქვს გარკვეული პრობლემები, ხშირად ეს ხდება ამ დროს პრობლემების გამწვავების მიზეზი. აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი. სწორედ ამ სიმპტომების უგულებელყოფა, ვინაიდან პაციენტებთან განსაკუთრებით ქართველებს არ გვიყვარს მithumetes სადღესასწაულო პერიოდში ექიმთან მიმართვიანობა. ვცდილობთ არ შევაწუხოთ საკუთარი ოჯახის წევრები და ძალიან დაგვიანებულად ხდება ხოლმე ძირითადად მომართვიანობა. ვინაიდან ხო, ეს ძალიან ცუდი არის, რადგან თუ გაქვთ ჩივილები
და მოხდა ესეთი რაღაცა, რომ არ უნდა მივაქციოთ ყურადღებას რა რიცხვი ან რა თარიღი აუცილებლად უნდა მიმართოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი სიცოცხლის განხორციელებისთვის. და ის საბოლოოდ ქალბატონო ნინო, რომ მოგვახსენოთ პრევენციის გზები, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან გულსიძახთა დაავადებების ზამთრის პერიოდში. პრევენცია გულისხმობს ზუსტად პირველ რიგში ჩვენი სხეულის მოსმენას. ვინაიდან ის ყოველთვის გვაძლევს გარკვეულ სიგნალს იმისთვის, რომ გვამცნოს რაღაცა მწყობრში არ არის. ამიტომ ის ზუსტად ის ჩივილები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, თუ ეს მსგავსი ჩივილები აქვთ, აუცილებლად უნდა იყოს მომართვიანობა. გარდა ამისა, მთავარი არის, რომ დავიცვათ ზომიერად მესმის ახლა ასეთ პერიოდში ცოტა რთულია სრულყოფილად დაცვა ამ ყველაფრის, მაგრამ ზომიერება ალბათ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან დიდი რაოდენობით მარილის, სუფრის მარილის მიღება, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ყოველთვის მოგცემს გარკვეულ შედეგს და ეს შედეგი იქნება ყოველთვის არასასურველი. ასევე სასურველია ის, რომ სიცივეში, ანუ გარეთ გასვლის დროს უნდა ვიყოთ მომზადებულები და უეცრად ზოგჯერ ხშირად სიცივეში გასვლა იწვევს სტენოკარდიული ტკივილების განვითარებას. არ უნდა გამოტოვონ პაციენტებმა მედიკამენტები. ეს მინდა დავაკონკრეტო, ვინაიდან ხშირად გონიათ პაციენტებს, რომ თუ ალკოჰოლი მიიღო, მაშინ მედიკამენტი არ უნდა დალიოს. აუცილებლად უნდა დალიოს, რა თქმა უნდა, სასურველია ალკოჰოლის შეზღუდვა, თუმცა მედიკამენტი არ უნდა გამოტოვოთ, ვინაიდან არსებობს ისეთი მედიკამენტები, რომლის ერთჯერადად ჩაგდება მათ შესაძლოა მივიყვანოს სავალალო შედეგამდე. ამიტომ ყოველთვის უნდა მოხდეს მედიკამენტის შეწყვეტა იქნება, არც რა თქმა უნდა სასურველი არ არის თუ ჩაგდება ექიმთან შეთანხმებით. არავითარ შემთხვევაში თვითნებურად, და ხშირად ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ამ დაავადებების გამწვავების. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, ამ მართლაც ძალიან საინტერესო თემაზე საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6-ზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.